მეტია ვიდრე დაახლოებით ორჯერ მეტია ვიდრე საქართველოში და პერსპექტივას ხედავთ 2050 წლისთვის როგორი ისაა. მაგრამ ეს არის ერთ-ერთი შედეგი პროგნოზირებისა მათემატიკური მოდელის. ასევე ხშირად ჩვენი პატრიარქი საშუალო და სხვა მიმართვებში საუბრობს ინფორმაციულ ომზე, თუმცა პირველად ეს ინფორმაციული ომზე კიდევ ჩინეთის ცივილიზაციის წარმომადგენელი სუნძი ქრისტესშობამდე მე-4 საუკუნეში საუბრობდა და აქ დროს მე არ დავკარგა და ჩვენ ზუსტად ამ მიმართულებით ჩემი სკოლის წარმომადგენელმა დაისვეს სადოქტორო დისერტაცია ჩემი ხელმძღვანელობით და რამდენიმე წიგნი არის გამოცემული ამ მიმართულებით. მაგრამ ამაზე დროს მე და ესე იგი არ შეგაწყენთ, ასევე რა თქმა უნდა მაგ წიგნი მათემატიკური მოდელები ეკონომიკაში, რაც მნიშვნელოვანია, რადგანაც ეს არის ძალიან სერიოზული მიდგომა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა რადგანაც დღევანდელ თემატიკას მინდა დავუკავშირო და მანამდე წავიკითხო გენიალური მეცნიერების მაგალითად გალილეი თვითონ ფიზიკოსი იყო, როგორ ასახავდა ის თავის მიდგომას, რომ ბუნება, ის ბუნებაზე საუბრობ, მაგრამ მე ვიტყოდი ღმერთი, ესე იგი ღმერთს ყველა კანონი შექმნილი აქვს მათემატიკის ენაზე. ეს კანონები როგორც ბუნების მეტყველებაში, ასევე სოციალურ ისრებაში. მხოლოდ მათ უნდა აღმოჩენა, ამას აკეთებენ გენიოსები. ალბერტ აინშტაინი, იცით რომ იყო ცნობილი ფიზიკოსი, ებრაელი და ებრაელებმა ეს ბოლომდე გაკარჩეს, თორემ მათემატიკაში არ იყო ძლიერი, მაგრამ პატიცემდა მათემატიკოსს. ვერასოდეს შეძლებთ გადაჭრა პრობლემა თუ კვლავ ძველებურ აზროვნებასა და იმ მიდგომებში ინარჩუნებ, რომელმაც ამ პრობლემამდე მიგიყვანა. და გენიალური ქართველი მათემატიკოსი, რომლის ციტირების ინდექსი არის მეტი ვიდრე ყველა დღეს არსებული ქართველი მეცნიერისა, მათ შორის საბუნებისმეტყველო დარგში, ის საუბრობდა, რომ მათემატიკა არის ბუნების საიდუმლოებში შეხების უმთავრესი იარაღი, იცით იგი არის ფასადელი, ანუ ესე იგი ენგურის ხეობიდან შეშელით. ახლა აქ მე ამას გამოტოვებ, ისეთი ჩვენ გვაქვს ბევრი შედეგი, მათ შორის მნიშვნელოვანია დღევანდელი ვთქვათ კონფლიქტების გადაწყვეტაში მათემატიკური მოდელების გამოყენება, მაგრამ ჩვენი ქვეყანა და ბევრი სხვა ქვეყანა ქვის ხანის მეთოდებით სარგებლობენ, იმის ნაცვლად რომ წაახარისონ აქ ბატონგია საუბრობა ამას მეცნიერება, პირიქით გეგმას ზომიერად დაანგრება დაიწყო ციხეში ხობმა პოლიტიკოსმა და გააგრძელა დღეს ციხეში არ ხობმა და მომავალში ციხეში აღმოჩნდება ეს კაცი. შესაბამისად, ასევე ეროვნული გლობალიზაციის მათემატიკური მოდელები თქვენ იცით, რომ განსხვავებით იმ ესე იგი მეთოდებისა, რომელსაც იყენებს ჩვენი ჩრდილოეთი მეზობელი, ანუ ნაჯახის მეთოდი არის სხვა მეთოდი, რომელსაც იყენებენ ცივილიზებული ქვეყნები და ეს გლობალიზაცია მიდის, რა თქმა უნდა, ინგლისური ენით, ამისთვის სხვადასხვა ინსტრუმენტები არის გამოყენებული, კომპიუტერი, ენები, ასე შემდეგ. მაგალითად, იგივე მე აღვნიშნე, ფრანგული და გერმანული სკოლა არის პირველი, მიუხედავად იმისა, რომ თქვათ პარიზში თუ ბერლინში თუ სხვა გერმანულ ქალაქში ტარდება მათემატიკური კონფერენცია და სამუშაო ენა არის ინგლისური, რადგან ფრანგები და გერმანები გიჟდებიან, მაგრამ ეს ასე არის. შესაბამისად, ერების ასიმილაცია ეს ნაწილობრივ იქნება აი ეს არის. ასევე ჩვენ დამუშავებული გვაქვს და გამოქვეყნებული გვაქვს სტატიები, ესე იგი ინფრაფაქტორიანი ჟურნალებში, ეს ის ჟურნალი არ არის, რომელსაც ზოგიერთ ეგრეთ წოდებული ქართველი პარლამენტარი, რომელიც დღეს გახდა მეცნიერი, არა და ესე იგი ციტირების ინდექსი აქვს მარტო ლესიჯინიო და აგოდეხი ჟურნალში. ეს არის ინფრაფაქტორიანი, სადაც ჩვენ მოვამტკიცებთ, რომ ამ ეტაპზე ცხადი არის ბიპოლარული სამყარო, ამერიკა, ჩინეთი და აი რა თქმა უნდა რუსეთი, რომელიც ამოვარდა ბიპოლარულობდა, ის ცდილობდა და ზუსტად ამიტომ დაიწყო ომი უკრაინაში, რომ სწრაფად მიმავალი პოლიტიკურ ესე იგი იმაში
მატარებელში ბოლო ვაგონზე შეხვდეს, რათა მესამე მაინც გახდეს, მაგრამ ეს ვერ შეძლებს. ეკონომიკა რუსეთის არის დაახლოებით 9-ჯერ ნაკლები ჩინეთის ეკონომიკაზე, 12-ჯერ ნაკლები ამერიკის ეკონომიკაზე და თუნდაც იაპონიის ეკონომიკაზე 4-ჯერ ნაკლები. და ახლა მინდა შევეხო იმას, რაზეც ბატონი გია საუბრობდა. აი ჩვენ შევქმნით ესე პელაზგური სამეცნიერო ჯგუფი და ის თემატიკა, რომელიც გია ამუშავებდა, მე ახლა როგორც ყოლხი კაცი, ქართველი კაცი, მე მაინტერესებდა ეს, მიუხედავად იმისა, რომ შორს ვიყავი, რადგან მათემატიკა იცით ისეთი მეცნიერება number 1 მსოფლიოში, ის ითხოვდა დიდ ძალისხმევას თვითონ მათემატიკის დაუბრუნებისა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი რა თქმა უნდა შედგა ეს ეგრეთ წოდებული, ახლა სამივე აქ მათემატიკოსი, მაგრამ გია კიდევ როგორც ხედავთ, როგორ ერკვევა, ესე იგი და ღრმად ერკვევა ისტორიას და სოციალურ მეცნიერებებში. და ჩვენ დაგვაინტერესა, რომ რადგანაც როცა საუბრობ რაღაცა პროცესზე, უნდა ის აღწერო ხარისხოვნად და რამოდენობრივად. სხვანაირად ეს როგორც წესი ლაიას გავს. ამიტომ არის, რომ როცა ეკონომიკას ვთქვათ, მოედო მათემატიკა, ეს პირველი პარეტოს მოდელიდან ეკონომიკა გახდა მეცნიერება და როგორც გითხარით, დღეს ეკონომიკა ის არ არის, როგორც საქართველოში თუ სხვა ისეთ ქვეყნებში, ვთქვათ, დაბალი დონის ეკონომიკა, რომელიც ეკონომიკა დაფუძნებული არის ალბათობის თეორიისა და ესე იგი კიდევ ძლიერ მათემატიკას. ეს ისე. შესაბამისად, ჩვენ დაგვაინტერესა დაახლოებით ქრისტეს შობამდე, აქ იყო ნათქვამი ბატონ გიას იმაზე, მოხსენებაზე მყინვარი, დაახლოებით 60 საუკუნის ქრისტეს შობამდე, ვთქვათ, შეიძლება 50-ის, აი პროტოქართველური მოსახლეობა და შესაბამისად პროტოქართველური ენის ტრანსფორმაცია დაშლა 4 ხელად. ახლა მიუხედავად იმისა, ვარ მათემატიკოსი, გარკვეული პერიოდი ვიყავი პროლექტორი, კიდევ ასევე უნივერსიტეტში ვმუშაობ, სადაც უსმენდი ჰუმანიტარებს ზოგიერთებს და იყო მოსაზრება ნაწილის, რომ ესე იგი მეგრული და სვანური არის კილოკავი ქართულის. რაზედაც რა თქმა უნდა დგებოდნენ სხვა მეცნიერები, მაგალითად სოხუმის უნივერსიტეტში ვმუშაობ მყინვარი მეცნიერი, ქეთევან მარგიანი მყინვარი, ასევე რა თქმა უნდა სამეგრელო და მეცნიერები და ლაპარაკობდნენ, რომ ეს არ არის ცალკე ენა არის. შესაბამისად, ეს პროცესი ჩვენ გვაინტერესებდა. ამიტომ ჩვენ აი ამ ესე იგი შექმნის სცენარია ბატონ გია წარმოადგენა პერიოდები ქრისტეს შობამდე 50 ესე იგი საუკუნიდან 25-მდე, სადაც პროტოქართველური მოსახლეობას იმის გამო, რომ აქ ინდოევროპელები, ასევე სემიტები, ებრაელები და არაბებმა შეგვავიწროვეს, ამოგვაგდეს, რა თქმა უნდა, მათ შორის ნახევარკუნძულიდან, პელოპონესი და კრეტიდან ამოგვაგდეს ნაწილობრივ, შესაბამისად უკვე შევიწროვდა და აი პირველად აი სვანური მოსახლეობა, ესე იგი, რა თქმა უნდა, ისეთ ტერიტორიებზე გადმოვიდა, რომელსაც დღეს ცხოვრობს და ასევე, რა თქმა უნდა, ნაწილი კოლხეთის დაბლობში. ჩვენ დავადგინეთ, ჯერ ერთი ცნობილი იყო, რომ დაახლოებით 40 მილიონი ცხოვრობდა ქრისტეს შობამდე 50 საუკუნის წინ, იყო დაახლოებით 10 ცივილიზაცია და საშუალოდ 1 მილიონი, ანუ 1 მილიონი პროტოქართველი, რომელიც საუბრობდა ერთ ენაზე, პროტოქართულურ ენაზე, ცხოვრობდა აი ამ ტერიტორიაზე, დღევანდელი საქართველო, დღევანდელი თურქეთი, დღევანდელი ფაქტურად ვთქვათ ასე საბერძნეთი და ნაწილობრივ ესე იგი იტალიის ნაწილში. შესაბამისად, ეს მოსახლეობა 1 მილიონიდან ჩვენი მათემატიკური მოდელით ეცა ზუსტი, აქ ახლა მომიტან ჩვენ ესა, რომელიც აგიწერება მათემატიკის ენაზე, ფორმულები, თეორემები დამტკიცებული, ესე იგი ეს შესაბამისად მათემატიკურ მოდელს ახლავს კომპიუტერული მოდელირება, computer science
შესაბამისად 1 მილიონიდან ავიდა 4,5 მილიონამდე და მაქსიმალურად ეს მოსახლეობა იყო აღზევებული. შემდგომში, რა თქმა უნდა, რადგანაც ტერიტორიას შეგვავიწროეს, დაიწყო დაკლება და ღვთისმშობლამდე 21 საუკუნეში ჩვენ გავხდით 3,5 მილიონი. აი პირველად ამ პერიოდში გამოიყო ზუსტად გია მაღლიშ აღიორებ სვანური ენა, ჩვენი ვარაუდი დაახლოებით მაგ პერიოდში 600,000 სვანი იყო და დანარჩენი და ესე იგი დაახლოებით 9 მილიონი პელაზგი, რომელიც საუბრობდა პროტოქართველურ ენაზე, წავიდა ევროპაში. ნაწილი, რა თქმა უნდა, აქ იყო საუბარი იტალიაში, კორსიკა და სხვა და ნაწილი წავიდა, რა თქმა უნდა, ესპანეთში. ჩვენ გვაქვს მათემატიკურად დამტკიცებული, სხვათა შორის, აქ ზოგიერთი მათემატიკოსი, რომ ზუსტად ბასკები, ეს პირველად საუბრობ ახლა ამაზე, ეს არის ის პროტოქართველები, რომლებსაც რა თქმა უნდა გარკვეული ასიმილირება იმის გამო, რომ გარშემო ესპანური ენა და თუნდაც ესე იგი ბარსელონაში ესე იგი კატალონიური ენა სულ სხვა ოჯახიდან კავშირი არ აქვს ამასთან. აი ზუსტად პროტოქართველები არიან ისე და ჩვენ მივიღეთ მათემატიკურად, რომ არ მოხდა სრული ასიმილაცია, ანუ პროტოქართველები არ გაქვნენ მარტო იქ სხვადასხვა და იტალიაში გაქვნენ. ეს ერთი. დანარჩენი რა თქმა უნდა წავიდა, კიდევ სხვა მომენტებში. ხოლო აქ დარჩენილი ესე იგი 2,5 მილიონი სვანები თქვი 600, 2,5 მილიონი, რომელიც მერე უკვე მე-10 საუკუნეში გაიყო კოლხურ და ქართულ მოსახლეობად, ვარაუდობ ჩვენ მათემატიკურადაც ვამტკიცებთ, რომ კოლხები იყო 1,5 მილიონი, ხოლო ქართველები თქვათ ასე, იყო 1 მილიონი. მაგრამ შემდგომში, რა თქმა უნდა, უკვე აქია ვახსენა პერიოდი, რომელიც ეხება ესე იგი ქრისტესშობამდე მე-10 საუკუნიდან პირველ საუკუნამდე, კრიტიკული წერტილი მოხდა მე-3 საუკუნის ქრისტესშობამდე, როცა კოლხეთის მეფე ჰუჯი, რომელიც კოლხეთი იცით, რომ ბევრად უფრო ძლიერი იყო ვიდრე ფარნავაზის ესე იგი აღმოსავლეთი ფარნავაზი ავიჭროებდნენ მართალია მაშინ ისლამი არ იყო და ავიჭროებდნენ კათოლიკები, სპარსელები. შესაბამისად ფარნავაზი როცა მივიდა, ითხოვა მას ჰუჯისთან ფარველობა, ჰუჯი იმდენად არც მანამდე, არც მერე არც ერთ ქართველს ეს არ გაუკეთებია. ესე იგი მან ძლიერმა დათმო მეტის დამიათხოვა კიდევ ფარნავაზს და აი შეიქმნა ის ძლიერი მერე შემდგომში ესე იგი ერთობა, რომელსაც საქართველო არის და სხვათა შორის არის მოსაზრება, რომ თუ ეს ამას არ გააკეთებდა ჰუჯი, შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს შემდგომში როცა შემოვიდა უკვე ისლამი, შეიძლება ესე იგი ყველა გახდებოდა მიმდევარი ამისა. ამრიგად მერე რა თქმა უნდა ბუნებრივია, როცა უკვე პირველი კაცი იყო ქართველი, თქვა და ასე ყველა ქართველები ვარ, უკვე სახელმწიფო ენა ყველაფერი გაბატონდა ქართული ენა და პარალელურად წავიდა, კარგად ვისაუბროთ, გამგები გაიგებს, ასიმილირება სვანების, ქართველების და კოლხების მიერაც, შესაბამისად ქართველების მხრიდან კოლხების, ამ შემთხვევაში და პირველ საუკუნეში კიდევ დაიშალა, როცა კიდევ ტომები შემოვიდა, თქვა და ასე, შიგნით გაიყო ესე იგი ეს კოლხური ტომები, ლაზურ და იმის ტომი. ანუ ჩვენ ახლა რა დავამტკიცეთ? ჩვენ დავამტკიცეთ რაოდენობებით დავთვალეთ, რაც პირველად არის ისტორიაში, არ არის ეს როგორც მე ვიცი გიას მხრიდან ისტორიულად არ იყო რაოდენობები და მეორედ ეს პროცესი აღიწერა როგორ ხდება რომ ერთ საკმაოდ მცირე გეოგრაფიულ იმაში არეალში საბედნიეროდ 4 ენაზე მოლაპარაკე ქართველური ტომები
ბოლომდე ერთმანეთის ასიმილაციას არ აკეთებდა. ამიტომ ეს არის, პირდაპირ გეუბნებით ნოუ-ჰაუ, მაგრამ აქ თავარი რა არის? ჩვენ ვაჩვენებთ მაგალითს ქართველები ამ შემთხვევაში პროტო ქართული ერთედან წამოსული 4 ენაზე, ლაზური და მეგრული ახლოსა, მაგრამ მაინც ზოგი ყოფ, ზოგი არ ყოფს მაგათ. არა, ყოფენ უფრო, მაგრამ როგორ ჩვენ ვაჩვენებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს 4 ენა, ჩვენ ერთმანეთის ასიმილაციას არ ვაკეთებთ, თუმცა მე ახლა ორ უნივერსიტეტში მუშაობ თბილისში და ბევრი სტუდენტი და ძალიან ნიჭიერი სხვადასხვა სვანი გოგონა არის, რატიანი ანა, ასევე თბილისში დაბადებული მეგრელები და სვანები სამწუხაროდ არიციან, როცა მე ვეკითხები რა სვანური მეგრული არიციან, ცუდი არის, ყველასთვის ცუდი, არა მარტო მეგრელები და სვანებისთვის, ქართველებისთვის, ქართველები ერთად. ამრიგად, ჩვენ უნდა რადგანაც ბედმა ღმერთმა გადაწყვიტა, რომ მართალია აი ამ მცირე რეგიონში 4 განსხვავებულ ენაზე ვსაუბრობ, მაგრამ ერთი ენა გვაქვს და ერთი საკითხი გვაქვს საბედნიეროდ, ჩვენ უნდა აუცილებლად შევინარჩუნოთ, ახლა ჩვენ აქ ვაჩვენებთ, რომ ზუსტად ყველაზე ახლოს პროტო-ქართული ენასთან არის სვანური ენა. დიახ. და მე ახლა მეგრული რა თქმა უნდა სულთად ვიცი, მაგრამ სამწუხაროდ სვანური არ ვიცი და აი აქ დავინახე იმ სიმღერებში, რაც დიდებულმა ოჯახმა, ფილმფანების და ჯაფარიძეების მიჩვენა, რომ აი მართლაც ღმერთების ენა არის სვანური მათ შორის და ამიტომ მე მოუწოდებ ყველას, როდესღაც საქართველოში მოვა ის ხელისუფლება, რომელიც ქართველებზე იზრუნებს, არა ის, რომელიც პირიქით ყოფს ქართველებს, ცდილობს ყოველ შემთხვევაში გაყოფას და ზუსტად უნდა იყოს სამეცნიერო პოლიტიკა არა მარტო იმისა, მე მესმის, რომ ეკონომიკა ჯამში გარკვეულწილად მართავს სოფლიოს, ამიტომ არის ამერიკა ძლიერი, ჩინეთი, მაგრამ საქართველოს ისტორიის წინაპრების, თუნდაც იმისა, რომ სოფლიოში 3 სოფლიოს დონის სკოლა, მათემატიკური მუსხელიშვილი ვექვა, ფიზიოლოგია, ბერიტაშვილი, უზნაძე, განწყობის თეორია და ძლიერია ფიზიკოსები, ოღონდ მომუშავე საქართველოს გარეთ, საქართველო არ უნდა გადაიქცეს მარტო ტურიზმის, თუნდაც კვების და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა და სპორტის. მე ახლა სპორტი მიყვარს, ყველაფერი მიყვარს, მაგრამ ეს არის შეურაცხყოფა იქნება ჩვენი ისტორიის, რომ ჩვენ ვიქნებით მხოლოდ მოსამსახურე ენა. ამიტომ ბატონ გიას ცოტა ისა მე მესმის, მე დიდი ხანი უფროსი კაცი ვარ მასზე 15 წლით და დიდი ხანი ამას საუბრობ, მაგრამ უბედურება იმაშია, რომ რუსეთს, არც ევროპას, არც ამერიკას არ უნდა რომ საქართველოში მეცნიერება განვითარდეს. აი რუსეთს უპირველეს ყოვლისა, მაგრამ ჩვენ ხო უნდა გვინდოდეს, თუ ჩვენ ავყვებით მას და ვიყვით. კი ბატონო, ჩვენ არ გვინდა ეს ვიქნები სპორტი, ყვარაცხელიას უფრო იცნობენ ვიდრე მუსხელიშვილი ვექვა და შემდეგ და მაშინ ისინი დაგვიკრა. კი ბატონო, არ გინდათ აგერ ბუნება, ღმერთის ბუნება ახლა რომ ნახე პირველად ვარ სვანეთში აქედან მხარეს და მაშინაც, ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ როგორმე საზოგადოებას დაუმტკიცოთ, რომ აუცილებელია გარკვეული იმის შენარჩუნება სამეცნიერო პოტენციალის, რომელიც საბედნიეროდ გვაქვს, ჯერჯერობით ბოლომდე არ ჩაკლეს წინა და დღევანდელმა მთავრობებმა, ბოლომდე არ ჩაკლეს, ვერ. და მოუწოდოთ ახალგაზრდებს, რომ აქ უნდა დარჩნენ. დღეს უნიჭიერესი ახალგაზრდები მიდიან სასწავლებლად ევროპა, ამერიკაში, რჩებიან. დღევანდელი ხელისუფლება მხარს უჭერს ამას. და რა რჩებიან, რომის მართვა იოლია. ასევე წინა ხელისუფლება ამას აკეთებდა. ისე რომ პოლიტიკურად არის სწორად გამიგო. ეს დიდი ხანია. ამიტომ მე მინდა რომ აი ესეთი ტიპის მოხსენება, როგორც ბატონ გიამ გააკეთა. არა მარტო ხელს უშლიდეს წინა და დღევანდელი მთავრობა, არამედ ყველა რეგიონში ეს უნდა მივიდეს, რომ ნახონ
ქართველების სიამაყე მარტო ის არ არის, კაცო, რომ კი ბატონო, ულამაზესი ბურთიკლა რაც ხელია მან სხვამ გაიტანოს, ან დავაპყროთ რუსები და ევროპელები თხინკალი და ამ შემდეგ, არამედ თქვათ, რომ აი ცივილიზაცია მათ შორის აქედან მოდის, ხო? განმანათლებელი ერი. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ აი აქ, სადაც ყველაზე მეტად არის ქართული სული, პროტოკართულების სული შენარჩუნებული საქართველოში, მესტიაში, აი ნუ სვანეთში, აქედან დაიწყება აი ეს მიდგომა, რომ ქართველებმა უნდა ჩვენ უპირველეს ყოვლისა მივაქციოთ ყურადღება განათლებას, მეცნიერებას. იაპონიამ როცა ჰიტლერთან ერთად წააგო ომი 45 წელს თქვა, რომ ჩვენ ომით ვერავის ვერაცოდეს, ვერაფერს ვერ მოუგეთ დიდი ომი. და განათლების სფეროში ჩადეს 54% ბიუჯეტი. და იაპონია დღეს არის მსოფლიოში მესამე. აი ეს უნდა გავაკეთოთ და ჩვენთან ბიუჯეტი 1%. და გიასნაირი მეცნიერს აქვს 15-ჯერ ნაკლები, ვიდრე უცოდინარს, რომელიც ზის პარლამენტში იყიდა ხარისხი აკადემიური დოქტორის და ლაპარაკობს. პოლიტიკოსიც ვარ, მეცნიერიც ვარ და ყველაფერი ვარ. რეალურად არც ერთი არის. ამიტომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ხუთგარევი შრომელ ბიჭიერ მეცნიერს გია კვაშილავას და საზოგადოებამ უნდა დააფასოს ეს მიღება. მადლობა.